ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი სკოლებში სწავლა 11 წელი 12-ის ნაცვლად. რას ითვალისწინებს ქართული ოცნების სადავო განათლების რეფორმა, რამდენად თავსებადია ის საერთაშორისო სტანდარტებთან. ოცნების პრემიერმა ირაკლი ყობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა. ოცნება აპირებს, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში გამონაკლისი სპეციალობების გარდა დანერგოს 3+1 სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ბაკალავრიატი 3 წლიანი გახდება, ხოლო მაგისტრატურა 1 წლიანი. ირაკლი ყობახიძემ მთავარ პრობლემად უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია დაასახელა. მისი თქმით, სტუდენტების 85% თბილისშია, რაც უნდა გამოსწორდეს. გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ეს ნიშნავს თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე. ყობახიძემ თქვა, რომ სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით, მაგალითებად კი ქუთაისი და რუსთავი დაასახელა. მოგვიანებით დააზუსტა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციის უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. ერთადერთი პრინციპი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ-ეგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. კრიტიკა მოჰყვა სკოლებში სწავლების 12-დან 11 წლამდე შემცირებას. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ 11 წლიანი სასკოლო ატესტატი საერთაშორისო დონის ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად საკმარისი არ არის. მათი თქმით, ამ შემთხვევაშიც ოცნების მიზანია სტუდენტებმა საზღვარგარეთ განათლება არ მიიღონ. ოცნების ამ სურვილს არც ირაკლი ყობახიძე უარყოფს და ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანაა ქართველმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა. ყობახიძე ასევე ამბობს, რომ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სწავლის უცხოეთში გაგრძელება ენდომებათ, სპეციალური პროგრამა შეიქმნება. თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით, ხო? ამას უნდა შევთანხმდეთ. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა ეს ქვეყნის პრიორიტეტია. მთავარი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არა, ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ ცვლილებებს დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ყობახიძის განათლების რეფორმა საქართველოს ევროპული განათლების სისტემიდან გათიშვას ნიშნავს. ზურაბიშვილი განმარტავს, რომ რეფორმა, რომელიც გულისხმობს 3+1 მოდელზე გადასვლას და ბოლონიის პროცესის სტანდარტის შეცვლას, საქართველოს აშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და საფრთხეს უქმნის ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას უკარგავს ეკვივალენტურობას და ინტეგრაციას ევროპულ უმაღლეს განათლებასთან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაგეგმილ რეფორმას საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის მორიგ ფუნდამენტურ საფრთხედ აფასებენ. მათი თქმით, რეფორმა აკადემიური თავისუფლების პრინციპის მოშლას და საბჭოთა ტიპის ცენტრალიზებულ მოდელზე დაბრუნებას გულისხმობს, სადაც ხელისუფლება განსაზღვრავს, რომელი უნივერსიტეტი რა მიმართულებით იმუშავებს. უმაღლესი განათლების დაანონსებული რეფორმა არ არის რეფორმა, ეს არის რეპრესიების მექანიზმი, რომელიც მიმართულია აკადემიური სივრცის ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან იზოლაციისკენ და საბჭოთა ხასიათის კონტროლირებად სისტემაში დაბრუნებისკენ. 11 წლიანი სასკოლო განათლება შეუთავსებელია ბოლონიის პროცესთან, რაც გულისხმობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის იზოლაციას დასავლური, მაღალგანვითარებული სასწავლო სისტემისგან. უნივერსიტეტებს გააუქმებენ და პროფესორ-მასწავლებლებს დაჟიან პოლიტიკური ნიშნით, ხოლო დაანონსებული 10,000 ლარიანი წახალისება
ერგება მხოლოდ მორჩილ აკადემიურ პერსონალს. ხაზი უნდა გაესვას ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, ტყუილს, რომელიც პირდაპირ ეთერში განაცხადა კობახიძემ, რომ საქართველოში არ არსებობს პროფესორ-მასწავლებელთა ბირთვი. ეს არის ქართველი პროფესორ-მასწავლებლების შეურაცხყოფა და მათი შრომისა და მიღწევების უგულებელყოფა. როდესაც ისინი პარლამენტში ირჩევენ პრეზიდენტად ადამიანს, რომელსაც არ აქვს არათუ უმაღლესი განათლების დიპლომი, არამედ კითხვები არსებობს მის ატესტატზე და ამ დროს ეს პოლიტიკური ძალა ანონსებს განათლების რეფორმას, არის ისეთივე აბსურდი და პარადოქსი, როგორც ზოგადად ქართული ოცნება, როდესაც საუბრობს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე. ეს არის ფარისევლობა და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის თავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ირაკლი ყობახიძის მიერ წარდგენილი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც თითქოს კეთილშობილურ მიზნებს ისახავს, მიზნებთა განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს ამ ქვეყანაში, სინამდვილეში მორიგი ფუნდამენტური საფრთხეა საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის და ჩვენი მომავალი თაობის სწორად განათლებისათვის. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ქართულ ოცნებას 13 წელი და 8 მინისტრი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ თურმე 1 წელით მეტი სწავლობენ საქართველოს მოსწავლეები სკოლაში. თვითონ ამისთვის 13 წელი დაჭირდა. ამის მაგივრად, რომ ამ პრობლემას უშუალოდ რეალურ პრობლემას, სასკოლო უფასო კვების, შესაბამისად განათლების ხარისხის, გადავწყვიტეთ, რომ ბოლონიის პროცესს ჩამოცილდეთ და 1 კლასი დავაკლოთ სკოლის მოსწავლეებს, იმის მაგივრად, რომ გაგვემდიდრებინეს სკოლის პროგრამა მე-12 კლასელების. ნონსენსია ეს რეფორმა, სინამდვილეში ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორგზაზე განვითარებას. ოცნების პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე დაფინანსების სისტემაზეც. მისი თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული საგრანტო სისტემა გადასინჯვა საჭიროებს, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. ამასთან ყობახიძე ამბობს, რომ სახსრების განაწილებისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი.